ქუთაისის რეფერალური საავადმყოფოს ექიმებს მოქალაქე ირაკლი გოდუაძე დაუდევრობაში და უყურადღებობაში ადანაშაულებს. ის 24 მარტს სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მაღალი ტემპერატურით ზოგადი სისუსტით და ჰაერის უკმარისობით ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მოქალაქე განმარტავს, საავადმყოფოში ზოგადი კვლევების საფუძველზე უთხრეს, რომ ეჭვი ჰქონდათ ტუბერკულოზზე და ღამის პირველ საათზე სასწრაფო წესით კლინიკის დატოვება მოთხოვეს. არა, საერთოდ არც მომისმინა, ფილტვებისაც არც მოусმენი ექიმს საერთოდ. ფიზიკურად კონტაქტიც არ მქონდა რა. საერთოდ არც მოსულა. მიყავი ჩემს პალატაში. მოდიოდა იქთანი, ამდახან დამხედავდა წავიდა. განიცხადა, რომ შენ არა ხარ ჩემი პაციენტიო, ჭისო, ტუბერკულოზიო, მწვავეო და დადიო სახში უნდა გაგწეროთ. თქვი ვერ წავალ რა, მარტოა სოფლიდან ჩამოსული, გავათებ ღამეს და დილას მაინც წავალ მეთქი. არა, ვაქშენი გაჩერება არ შეიძლება. შემიდგინეს რაღაცა ოქმი, სადაც მომაწერიეს ხელი, თანხა იყო 175 ლარი გადასახდელი. და როდესაც მე გვარი გამოცხადე, მეთქი მე ხელს კი გოგს კი მოგიწერ ხელს, მაგრამ მე მაინც არ გადავიხდი მაგ თანხას მეთქი. რომ შესაბამისი ის არ მიმიღია თქო რა. გამოკლება ან რამე მკურნალობა. თირკმელზეც მითხრენ, რომ გადაგვარებული გახო მარჯვენა თირკმელიო. Ну, სტანდარტებს არ შეესაბამება, შეიძლება არც ფუნქციონირდეს ასე მითხრა. წამოვედი მე იქიდან, მივედი ისევ მეორე დღეს ჭიტანავასთან, გადავაკონტროლე და საერთოდ ოდნავ რაღაცა, ოდნავ ჩამორჩენა აქვს, მაგრამ არანაირი პრობლემა არ აქვს, თირკმელი მუშაობს, ჩაუვლებლად დამტელია. თანხაზე არაა პრობლემა, უბრალოდ რო ყოფილიყო შესაბამისი სერვისი და მომსახურება რომ მქონდა რა პრობლემა იყო. არანაირი ყურადღება პირიქით, ავანტყოფ სიცხენზე გარეთ გამოვაგდებ ღამის პირველ საათზე ქუჩაში და ფეხით უშვებ სახში, არ ვიცი რა. რეფერალური საავადმყოფოს დატოვების შემდეგ ირაკლი გოდუაძემ ქუთაისის LG-და კომპანიის ტუბერკულოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრს მიმართა. კლინიკაში პირველადი კვლევების საფუძველზე ტუბერკულოზის დიაგნოზი არ დადასტურდა. ჩვენთან პაციენტს პირველადი გამოკვლევის საფუძველზე რაც ითვალისწინებდა ტუბერკულოზის სავარაუდო შემთხვევას და ამ კვლევაში შედის გულმკერდის რენტგენოგრაფია, ნახველის ანალიზი, ტუბერკულოზის მიკობაქტერიაზე და სისხლის კლინიკური ანალიზი, ამ მონაცემებით ჯერჯერობით ფილტვის ტუბერკულოზური პროცესი არ დადგინდა. მკურნალობა დავიწყეთ როგორც მარჯვენა მხრივი პნევმონია დაუზუსტებელი ეტიოლოგიის. ამ წუთში როგორც ვიცი პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, მაგრამ კვლევა გაგრძელდება და 10 დღის შემდეგ განმეორებითი ნახველის ანალიზი გაკეთდება ისევ ტუბერკულოზის მიკობაქტერიაზე, რომ ვიყოთ დარწმუნებული. ირაკლი გოდუაძე მასზე დაკისრებული თანხის გადახდას არ აპირებს. მას საავადმყოფოში განუცხადეს, რომ იმ შემთხვევაში არ მოუწევდა თანხის გადახდა, თუ მათთან დასმული დიაგნოზი სასწრაფო დახმარების მიერ დასმულ დიაგნოზს დაემთხვეოდა. რატომ გამოუშვეს ღამის პირველ საათზე პაციენტის საავადმყოფოდან, ვის ეკისრება მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა, ამ კითხვებზე პასუხი მთელი დღის მანძილზე შევეცადეთ მიგვეღო, როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრიდან, ისე ქუთაისის რეფერალური საავადმყოფოდან, თუმცა ამ დრომდე უშედეგოდ. საქართველოში მომსახურების სფეროში არსებული დაბალი დონი არავის გაარკვირვებს, თუმცა როცა საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხება, ეს ფაქტი კიდევ უფრო მტკივნეულად წარმოჩნდება. ზოგჯერ ექიმების გულგრილობა ფატალურადაც სრულდება. ამჯერად ჩვენს რესპონდენტს უბრალოდ გაუმართლა. მარიამ კუხიანიძე და გიორგი დოღონაძე, ტელეკომპანია მეგატივისათვის.